მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვცდილობ მუდმივად ვიყო სიმართლის მხარეს. აი ასე უნდა იქცეოდეს ყველა ქართველი. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის დეტალები საჯაროვდება. ჩვენ ადამიანები არა ვართ ცხოველები. ნებისმიერი ქმედება, რასაც ჩაიდენ ადამიანი, შენზე და შენს შთამომავლებზე გადავა. ჩაიდენ საზიზღრობას, შენი შთამომავლები გენეტიკურად შეიცვლებიან. ასე მოხდა კაინის შემთხვევაში და ასე მოხდება დღესაც. პირდაპირ ვიტყვი, მოკიბვის გარეშე. თუ კი 17 წლის მოზარდი 2014 წელს შემთხვევით არ დაკარგულა 13-ვე ადამიანზე ამ ყველაფრის სოდვა გადავა პირდაპირ. ამიტომ თუ კი ადამიანს ან ადამიანებს სურთ ამ მძიმე სოდვის მონანიება, ეს უნდა გააკეთონ. ჩვენ ქართველები საქართველოში ქართველის მიმართ მომხდარ უსამართლობას არ და ვერ გავატარებთ. საქართველო არ არის ნეფილიმთა ქვეყანა. საქართველო არის მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში აი ამ შემთხვევის უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. მე არ დავიწყებ ჭორაობას, რა მოხდა, როგორ მოხდა, რის გამო მოხდა. უბრალოდ როგორც ერთი ქართველი ქრისტიანი მართლმადიდებელი ისე ვისაუბრებ. ამ წმინდა ადგილას მომხდარი ნებისმიერი ქმედება არ დარჩება დაუსჯელი. მე ბევრი შემთხვევა ვიცი სხვათა შორის, როცა მამის, ბაბუის ცუდმა ქმედებებმა ოჯახში გამოიწვია საშინელებები. ოჯახი თუ კი დგას მძიმე სოდვაზე, ეს ოჯახი ვერ გაიხარებს. ძალიან მარტივი რამეა. თუ კი ეს მძიმე სოდვა წმინდა ადგილას ხდება, მით უმეტეს ვერ გაიხარებს. მე არავის მხარეს არა ვარ. მე ვარ სიმართლის მხარეს. მე ვარ სიკეთის მხარეს. მე ვარ სამართლიანობის მხარეს. ქრისტე არის თავად სამართლიანობა. ვინც მის წინააღმდეგ წავა, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მანიაკი იქნება, უბრალო მოძალადე იქნება, თუ ჩვეულებრივი ათეისტი. ყველა მათგანი თუ კი არ მოინანიებს და არ დადგება ჭეშმარიტების გზაზე, მიიღებს თავის საკადრისს. ეს არც დაშინება არ არის და არც დამცირება. ეს არის კანონი. საჭიროა ერის ხელახალი გაქრისტიანება. დიახ, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი თავს მიიჩნევს ქრისტიანად, მაგრამ მზად არის საკუთარი თანამოქალაქე გაანადგუროს. ეს არ არის ქრისტიანობა. მე რასაკვირველია მჯერა, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ეს დღეს იქნება, ხვალ იქნება თუ ზეგ. სხვათა შორის მომხრე ვარ, თუ კი ადამიანი არის მანიაკი, თუ კი ადამიანი არის პედოფილი, თუ კი ადამიანი განზრახ მოკლავს რამდენიმე ადამიანს, ასეთი ადამიანის მიმართ გამოყენებული იქნას ქიმიური კასტრაცია. მანიაკის შვილი გამოვა მანიაკი. ეს არის აქსიომური დებულება. შეიძლება ბევრი ადამიანი არ დამეთანხმოს, მაგრამ ეს ყველაფერი ერის სულიერ სიწმინდეს წინ წასწევს. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.